მოგესალმებით დიდი სიყვარულით. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემს არხზე. მაგიური სამყარო. დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი არხი გამოიწერა, მილაიქებს პოსტებს, აშეარებს, თანხას რიცხავთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამისათვის, რადგან ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ. და ქალური სოლიდარობა და არა მარტო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია პირადად ჩემთვის, იმიტომ რომ მე ჩემი ცხოვრება მიუძღვენი ჩემს კარიერას, ქალების ასე ვთქვათ, გადარჩენას, ქალბატონებისათვის ვაკეთებ უამრავ მარათონს და მათ სრულიად შეიძლება ითქვას მარათონები არის კაპიკების ფასში ვაძლევ გადარჩენას და იმიტომაც ქვია ჩემ მარათონებს დაიბადე თავიდან, რადგან ეს ჩემი კლიენტების შერქმეულია, ჩემი არა. მეგობრებო, დღეს ჩვენ გავაკეთებთ რიტუალს, რომელთაც თავს დავიცავთ და დავიცავთ არა უკაცრავად მოვიხსნით ნაწილობრივ ნეკრომაგიას, ბოროტობას, რომელსაც ადამიანი ჩვენ გვიკეთებს, შურს, ზიზღს და ყველაფერი, რაც საფლავთან, მიწასთან ასოცირდება, იმიტომ რომ ძალიან ვიტყოდი, მე იცით რომ არასდროს არ ვარ ნეგატიური ინფორმაციით წარმოდგენილი. ჩემი მოღვაწეობის განმავლობაში შეიძლება 2-ჯერ ან 3-ჯერ ნახოთ ვიდეო, სადაც ან მაქსიმუმ 4-ჯერ არც კი, ანუ არც არ მგონია, სადაც ნახავთ რომ მე ნეგატივს ვიძახი, რომ აი ცუდად იქნება რამე, ან ხალხს ვაშინებ, ესეთი რამე არ არსებობს, რომ ეს შიმში არ ზის. ну რაღაცას შეიძლება გავაფრთხილო ხო, მაგრამ აი 2-3ჯერ მეტი ესეთ ვიდეოს ჩემთან ვერ ნახავთ. პირიქით, ყველაფერი სამოტივაციოა ჩემთან, მაგრამ ფაქტებს, რასაც მე ვუყურებ საზოგადოებაში, ადამიანებში, კლიენტებში, მონაყოლში, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება არა მარტო საქართველოში, მაგრამ ამ წუთას საქართველოზე ვსაუბრობ, სრულიად გამოვიდა ჩარჩოებიდან. რას ნიშნავს ეს? ჩარჩო არ ნიშნავს ჩარჩოებიდან გამოსვლა, რომ შეიძლება ადამიანს ჰქონდეს ფული, შეიძლება ადამიანს ჰქონდეს კარგი მანქანა, სახლი, ყველაფერი, მაგრამ ის თავისი ქცევითაც კი გამოსული იყოს ადამიანური ცხოვრების ჩარჩოებიდან, რადგან ის ნებით თუ უნებლიეთ აბულინგებდეს სხვა ადამიანს. რადგან მდიდარი არ ნიშნავს, რომ შურიანი არ არის ხომ? შურით უკეთებდეს ანუ როგორ გითხრათ, ადამიანებმა ძალიან დიდი უფლებები მისცეს თავიანთ თავს, რომ შეიძლება სრულიად უშეცდომო ადამიანი, უკაცრავად უდანაშაულო ადამიანები გაწირონ, გაანადგურონ და ენით არ ითქმება და ყურით არ გაიგონება მსგავსი რამ, რასაც ჩემი კლიენტები ყვებიან და რა თქმა უნდა, რომ არც ერთი გრამი ტყუილი არ არის აქ, იმიტომ რომ მე ამ ტყუილში მათ ფულს ნამდვილად არ ვაძლევ, პირიქით, ისინი მიხდიან აქეთ ფულს, ამიტომ დებს შორის კონფლიქტი, კატასტროფიული, შვილებს და დედას შორის კონფლიქტი, ჯადოები, ბიძაშვილ-მამიდაშვილები, თქვათ რაღაცა, ну, რა გითხრათ, მე კიდევაც ვიძახი, ძალიან დიდი ხანია მე ამ სფეროში ვარ და მე ესეთი გაგიჟებული ქართველი ერი, რომელსაც საერთოდ არ აქვს ემპათიის, თანაგრძნობის უნარი, მე არ მინახავს. ეს ხალხი
ადამიანების კატეგორია გაიხადა თავისი ქურქი, ქურქს გულისხმობ გადატანითი მნიშვნელობით, მგლის ტყავიდან, ცხრის ტყავიდან გადაიძრო მგლის ტყავი და არც ეს ხალხი არ იმდობს, ესე ვთქვათ, არავის. ამიტომაც არის, რომ ჯადოების, ბედის ჩაკეტვების მიმართულება გაიზარდა და შემცირდა კარგი ცხოვრების დონე იმ ადამიანებისათვის, ვისაც ამ ყველაფერს უკეთებენ და ეს ადამიანები თავიანთ მხრებზე ცდიან მერე ამ საშინელ ცხოვრებას. ზოგი სხვა ქვეყანაში მიდის, ზოგი იმ ქვეყანაში რჩება, ზოგს ბედი ეკეტება, ზოგს ბარაკა ეკეტება და ადამიანები წარდებიან და არიან გამწარებულ რეჟიმში. მაგრამ მე სანამ რიტუალს გავაკეთებ, მინდა ისეთ თემაზე ვისაუბრო, რასაც მე ვფიქრობ, რომ მე ამ თემაზე არასოდეს არ მისაუბრია თქვენთან. ყველას ყავს ისეთი ადამიანები გარშემო, რომლებსაც თან გადაყევით თქვენ. მაგალითად, ეს იქნება შვილები, ეს იქნება ნათესავები, ეს იქნება მეგობრები, ეს იქნება კლასელები, მნიშვნელობა არ აქვს. ადამიანები, როცა ჭირდებოდით თქვენ, მუდმივად გირეკავდნენ, მუდმივად გპასუხობდნენ, როცა თქვენ ურეკავდით, მუდმივად თქვენგან რაღაცას ელოდებოდნენ და თუ ხართ დაკვირვებული, ადამიანი, რომელიც თქვენგან რაიმეს ელოდება, როგორ ლამაზად გპასუხობთ, ხო? როგორ ხარ ჩემო კარგო, სულ დამირეკე, სულ ნათესავებმა ესე იციან, შენს გვერდში ვარ, კაცრავად როგორ ხარ ჩემს გვერდით, როდესაც ტელეფონს გაგითიშავ, ან თუ ფულს გამოგიგზავნი, მაშინ ძალიან კარგი ადამიანი ვარ. და როდესაც ფულის გამოგზავნა შევწყვიტავ, ყველაზე უკანასკნელი ადამიანი ვხდები შენთვის. მე ჩემ თავზე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში გადატანითი მნიშვნელობით საუბრობ. ეს ყველაფერი იმ თქვათ ავიღოთ ემიგრაციაში წასული ქალბატონი, ხო? ეს ყველაფერი ემიგრაციაში წასულ ქალბატონზე ის რომ ვეღაცა კითხულობს მას და ისაც ფსიქოლოგიურად განადგურებული ადამიანი, რომელიც მძიმე სამუშაოზე მუშაობს, ახლა ამას თქვენ იცით, ეს ფსიქიკა სრულიად არ ყევს მერწმუნეთ არ ყევს, ამას მეტყველებს ფაქტები ჩემი კლიენტებისა, ამას ემატება ოჯახის მონატრება და პარალელურად ადამიანები, რომლებიც სარგებლობენ იმითი, რომ თქვენ თბილი სიტყვები გითხრან და თქვენ ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი სიმართლე გგონიათ და გიხარიათ ადამიანი რომ გირეკავთ, ვითომ აინტერესებს თქვენი ამბავი, ინფორმაცია თქვენზე გაიგოს, რას აკეთებთ, როგორ და შეიძლება აქ-იქ თანხა გამოგაგზავნინოთ, საჩუქრები გაგაგზავნინოთ და თქვენ ენერგეტიკულად ხდებით მათზე დამოკიდებული. შეიძლება ეს თავიდან ვერ შეამჩნიოთ, მაგრამ უკვე ხდებით მე მათზე დამოკიდებული. და როდესაც თქვენ ან აღარ გექნებათ ფული, ან თქვენ თვითონ გჭირდებათ ხო, განა რა უნდა გამოიმუშაოთ, რომ ჯერ თქვენს ოჯახს მოახმაროთ და კიდევ პლუს ნათესავები, ღმერთმა ბევრი მოგცეთ, მაგრამ ზოგადად ვიცით, რომ კიდე ნათესავებს გაუყოთ, ხო? და როდესაც შეწყვეტავთ მათ, როგორ ესე ვთქვათ, რეაქცია აქვთ ამ ადამიანებს და ზოგი გაგლანძღავს, ზოგი უკმაყოფილებას ჩამოაგდებს და თქვენც რა თქმა უნდა ამ ყველაფერზე განერვილდებით და საკმაოდ ცუდი, ესე ვთქვათ, შეგრძნება გაგიჩნდებათ. ესეთი რამ რა თქმა უნდა ადამიანს მარტო ჯადო არ აზიანებს, ადამიანს მსგავსი, ესე ვთქვათ, უმადურობა, ურთიერთობის გაწყვეტა, ჩხუბი, ყველაფერი ადამიანზე ძალიან მოქმედებს.
განვიხილოთ კიდევ ერთი საქმე, მაგალითად, როდესაც მაგალითად თქვენ შეიძლება გაიზარდეთ ეგეთ ოჯახში, სადაც დიდად თქვენ არ გეფერებოდნენ. დედამამა არ იყო იმდენად, ან ზოგის მუშაობდა, ან ასე შემდეგ და თქვენ ხართ მუდმივად რეჟიმში სიყვარულის მოთხოვნის. ანუ ვიღაცამ როგორ გითხრათ, შეიძლება არ უნდოდეს ვიღაცას თქვენი დაპატიჟება ან საადმე ან რაღაცა, მაგრამ აი თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისათვის, რომ ოღონდ როგორ გითხრათ, ქართულად არ ვიცი სიტყვა როგორ, ოღონდ აი ყველაფერი გააკეთოთ იმისათვის, რომ იმ ხალხს ასიამოვნოთ. ანუ თქვენი საქმე გადადოთ, ოღონდ იმ ხალხის სტრესში შეხვიდეთ, ოღონდ იმ ნათესავმა დაგირეკოთ, ოღონდ იმ მეგობარმა დაგირეკოთ, ოღონდ ვიღაცამ დაგირეკოთ, ხო? აი ამ რეჟიმში არიან ადამიანები დღესდღეობითაც ძალიან ბევრი. აი მაგალითად, კარგად რომ გაიგოთ, თქვენ ხართ ისეთ სიტუაციაში, რომ აი მაგალითად კი, იცით თქვენ რომ აი ამ ფულს რო გაუგზავნით, ფულის გამო ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ არის ზოგჯერ ადამიანი ისეთ ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად არის, რომ და თქვენ თუ ყოფილხართ ესეთ სიტუაციაში, შეგიძლიათ დამიწეროთ თქვენი აზრიც, აი იცის რომ ფულის გამო ურეკავს ადამიანი, მაგრამ ისე სჭირდება ადამიანს ზოგჯერ იმ ადამიანთან კონტაქტი, იმ ადამიანთან სახლში მისვლა, იმ ადამიანთან დაბადების დღეზე მისვლა, იმ ადამიანთან რაღაცა, რომ მაინც აკეთებს, რომ ლიჟბი, ქართულად არ ვიცი ეს სიტყვა როგორ არის, მივიდეს იმ ადამიანთან, ხომ? აი, კარგად გამიგეთ, რასაც ვიძახი. ყველა ადამიანს რომ ეხმარება ესეთი ადამიანი, ყველას გასაჭირი რო გულთან მიაქვს, ყველაფერი და როგორ არის იცით, ეს ყველაფერი ხშირ შემთხვევაში ჩემო მეგობრებო, ჯადოზე უარესია. იმიტომ რომ უყურეთ, გასავთ, თქვენ ფულს და ენერგიას, რაც თავარია ენერგიას აღდგენას ძალიან დიდი დრო სჭირდება, თქვენ ენერგიას ახმართ, გასავთ, მე წყალს დავლევ, იცით მე რომ მე პირდაპირ რეჟიმში ვწევ ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, თქვენ ენერგიას ახმართ ამ ადამიანებს, რომ მათ ასიამოვნოთ და თქვენი თავი ამასობაში გავიწყდებათ. და ამასობაში ადამიანი უენერგიობისაგან იფიტება. მე არ ვიძახი, რომ ადამიანი არ უნდა იყოს ემპათი. ემპათი უნდა იყოს, სხვას მხარე უნდა დაუჭიროთ, რა თქმა უნდა, მაგრამ არა საკუთარი თავის ხარჯზე. და ძალიან ბევრი ქალბატონი, თუნდაც მამაკაცი, ოღონდ სხვას ასიამოვნოს, ესეთი ადამიანები ბოლოს მე ძალიან ცუდად ამთავრებენ. თვითონ ეცლებათ ფული ჯიბიდან, სამსახურში პრობლემები ეწყებათ, ბედს ვეღარ პოულობენ, გარეგნობაზე ეტყობათ და აი როგორ გითხრათ, უსიცოცხლო არსებებად გადაიქცევიან ხოლმე ესეთი ადამიანები, ვინც მუდამ სულ ეხმარება და თავისი თავი აღარ ახსოვს. ეს ჯადოზე უარესია მეგობრებო და თქვენ არ გეგონოთ მარტო ჯადოიანი ადამიანები მოდიან ჩემთან. როდესაც ესეთი გამოფიტული ხარ, იქ იმას დაეხმარე, იქ შვილს დაეხმარე, შვილი რომელიც 550 წლის არის და არ დაგიფასა და სახლი გაგიყიდა, იქ ნათესავს ასესხე ფული 10,000, 20,000, იქ ვეღაცას რაღაცას უგზავნი, იქ ვეღაცას კიდე ახლობელს, იქ არ ვიცი საქმრო თუ ნებისმიერ, იქ როდესაც შენ ერთი ხარ და ყველას კვება ენერგიით, ფულით, ამით, იმით, ინფორმაციით, ეს ადამიანები, წარმოიდგინეთ 2, 3, 4, 5 ადამიანი შენ ენერგიაზე ზიან. რა მოგდის შენ ამით? ჯიბიდან ფული გამოგეცლება, სამსახურში პრობლემები გექნება, ჯანმრთელობის პრობლემები დაგეწყება და შენ აღარ შეგწევს, არავინ არ ათქვას. ეგ დასვენებით არ ინკურნება, რომ წამოუწვევი კაკლის ხის ძირში
და აღვიდგენ ენერგიებს არ არსებობს, მეგობრებო. არავინ არ მოგატყუოთ. მაგას თუ მაგიურ ჩარევას არ გააკეთებთ, მაგას დაგჭირდებათ წლები, 4-5 წელი დახარჯოთ, რა ვიცი, სასწაულ მარტო თქვენზე რო იყოთ დამოკიდებული ცხოვრებაში, მარტო ვარჯიში, რაღაცა ლუქს ცხოვრება, რომ ფეხზე დადგეთ. ანუ მაგიური ჩარევის გარეშე, რომ ეს ენერგია გაწყვიტოთ სხვასთან და თქვენ აღიდგინოთ თქვენი ენერგია, როგორც წმენდა აკეთებს ამას, ხო? ეს ფაქტიურად შეუძლებელია. მიიცეთ, მე არ მოვიტყვები არასოდეს, მაგრამ ეს ფაქტიურად შეუძლებელია. ნამდვილ ცხოვრებაში შესაძლებელია, მაგრამ 4, 5, 6 წელი თქვენ უნდა გააკეთოთ ეს, რომ თქვენი ენერგია აღდგეს. უყურეთ, რატომ ვიძახი ამას, ეს ჩემი მოგონებული არ არის, იცით? ელემენტარული ავიღოთ ის, რომ აი გაშორდით ქმარს, ხო? სიტყვაზე ქმართან რა თქმა უნდა, შუბა რა აქვს, ეს იქნება ქმარი, ეს იქნება boyfriend-ი, სექსი გაქვთ ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ანუ უყურეთ, როდესაც სექსი გაქვთ თქვენ, ქალის ენერგიაზე ვლაპარაკობ მე. ქალის სასქესო ორგანოებში წარმოიდგინეთ, თქვენ თუ ენერგეტიკული ჩარევა არ გააკეთეთ, ძველი პარტნიორის, ასე ვთქვათ, ენერგეტიკა მინიმუმ 4-დან 6 წლამდე თქვენი ორგანიზმიდან არ გადის. და ამიტომაც არის ხოლმე ხშირად რომ იძახიან ქალები, რომ აი დავიწყე ვიღაცასთან კონტაქტი და არ ამეწყო სიტუაცია, არ ამეწყო, ყველაფერი მეინგრევა, მეორე ბედს ვეღარ ქმნი. იმიტომ რომ შენ საშვილოსნოში ისეთი ენერგია დაბუდებული, ხო, მამაკაცისგან. მამაკაცებს ეს არ ემართებათ, რატომღაც არ ვიცი. ჩვენ გავჩნდით მხოლოდ ესე. რომ შენ გიფუჩდება ყველაფერი, ანუ ენერგიების, ჩაკრების, ეს ვისაც არ ჯერა, ეხლა უკაცრავად არ ვიცი. ეს უკვე ძალიან სისურელია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ესე არის, რომ როდესაც შენ აბსოლუტურად ყველას ყვება, შენ იფიტები და კი ბატონო აღიდგინე, როდის 5-7 წლის მერე თუ აღიდგენ, ეს ძალიან საშინელებაა, რომ დაკარგავ შენ ცხოვრების დრო ფულია, ფული კარგი ცხოვრებაა და შენი ახალგაზრდობა კიდევ ამას ვერაფრით ვერ დაიბრუნებ, ვერც ფულით, ვერც ვერაფრით, აბსოლუტურად. ამიტომ ამ შემთხვევაშიც კი აუცილებელია, გარდა იმისა, რომ ჯადო, აუცილებელია წმენდის რიტუალი, იმიტომ რომ უკაცრავად მათი ენერგეტიკული დაბინძურება შენზე, ეს იგივე ჯადოა. ამაზე მეტი რა გინდა, რომ გაგიკეთონ. ამაზე მეტი რა გინდა, რომ გაგიკეთონ. და სადამდე მივდივართ, რომ როდესაც თქვენ შეწყვეტავთ მათ გამოკვებას, ეს ადამიანები, ნათესავები, მეგობრები, ახლობლები, გადაიქცევიან ყოველთვის თქვენ მტრებად. მტრებისაგან წამოსული ენერგია, ბოროტი ენერგია, რა თქმა უნდა, რომ თქვენ დაგიფუჭებთ ყველაფერს. ზოგი ნათესავი შეიძლება, მე მქონდა ესეთ შემთხვევა კლიენტთან, ნათესავს უგზავნი და სულ ფულს თხოვდა, ბიძაშვილი თუ რაღაცა, მაგრამ სულ სამნიშნულობა აქვს, ხო, თქვათ ბიძაშვილი, მოდი ვთქვათ მაგალითად. უგზავნი და სულ ამ ფულს, აი ბავშვისთვის მჭირდება, ბავშვის სწავლისთვის მჭირდება, ბავშვის სწავლის გადასახადისთვის მჭირდება, ამდენი მასესხე, ამაზე დამატყდე, ეს საწყალი ქალი თავად ემიგრანტი იყო და რა ფული უნდა აეღო ეხლა, ხო, ევროპაში ეს არ არის ამერიკაზე საუბარი, ხო, რაღაცა დაახლოებით, მათი შემოსავალი კი არის ერთი 10 და 12000 დოლარი, 12-მდე ესე დაახლოებით, ხო? მაგრამ, რასაც ვიზახი, მოვლის მხრივ მაქსიმუმს გულისხმობ, ხო? ეს არ იყო ამერიკა, ეს იყო ევროპა. ევროპაში არ მგონია ამ ხელ, მე არ ვიცი ხის ხუჭიში არასოდეს არ მეკითხავს, მაგრამ არ მგონია რომ ამ ხელ შემოსავალი იყო. შეიძლება ვცდები და შეგიძლიათ რა ვიცი, დაწეროთ, არ ვიცი. მაგას ნამდვილად ვერ გეტყვით. და როდესაც შეწყვეტა გაგზავნა თანხის, ვერ წარმოიდგენთ რა წყევლა კაულვის მოწმე, ან იმ წამსვე პირველივე ანუ ამდენი წელი, 4 წელი ამ ქალმა ამის ინახა მისი ოჯახი და ვერ განთავისუფლდა ამისაგან. და როდესაც უარი უთხრა, პირველივე წამსვე ის გადაიქცა მტრად. რა უშვერი სიტყვებით მლანძღაოს, უმახსოვს ეს ქალი.
ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდიო ქალბატონო სოფიო თუ ესეთი ბინძური სიტყვებიც არსებობს, ესეთი კეთილშობილი ქალია ძალიან ქალბატონი ძალიან. ვერასოდეს ვერ წარმოვიდგენდი ეგეთი ბინძური სიტყვები, ეგეთი წყეოლა თუ არსებობდა, რომ შენ როგორ რაღაც არ ვიცი ძალიან რაღაცა 200-300 ევროს გამო ადამიანი მიწაში ჩადეს, ამოდეს, გალანძღეს, ბინძური სიტყვები აკადრეს და აი ქალმა თქვა რომ პირი ჩამომივარ და თავიც ვეღარ დავიცავი, ისეთი სიტუაცია შეიქმნა. ანუ ეს ადამიანები გადაიქცნენ ტარტაროზებად რაღაცა, ხვდებით რა შესაქმე? ამიტომ ჩემო მეგობრებო, ეს ენერგეტიკა რა თქმა უნდა, ამ ნათესავებისაგან, მეგობრებისაგან ისეთი საშინელი წამოვა ამ ყველაფრის მერე, რომ თქვენ ნამდვილად ზოგი ჯადოს გაგიკეთებთ, ზოგი საფლავში ჩამიკიმარხავთ, ეხლა ზოგთან სხვანაირი кейსებია, ხო, ზოგი რა ვიცი, ზოგი ძალიან გაყოფაზე არიან ერთმანეთთან, მიწის, ბინის, აი ეხლა მაგალითად ბოლო შემთხვევა გუშინ წინ მქონდა ეგეთი, ორი და არის გადაკიდებული ერთმანეთზე ქართველები საქართველოში, ერთი არის საზღვარგარეთ და საზღვარგარეთიდან უგზავნის ფულს თავის საკუთარ ანუ დედასთან ამ ჩემმა კლიენტმა იცხოვრა ბოლო 14 წელიწადი. და ეს 14 წელიწადი მეორე და მხოლოდ იშვიათად მიდიოდა ხოლმე თავის დედასთან სახლში, ანუ ჩემი კლიენტის სახლში. არ ეხმარებოდა არანაირი ფინანსური, არანაირი არაფრით, საერთოდ არაფრით. მოკლედ ამ ქალბატონს გაუჭირდა ფინანსურად და წავიდა საზღვარგარეთ. და იქ მოღვაწეობს უკვე წლებია და დედას უგზავნის ფულსაც, ყვება, თუ დამხმარე უნდა მაგის ფულსაც და უბრალოდ ამ ქალს აქვს თავისი საკუთარი სახლი, даже დის სახლშიც არ არის და უბრალოდ დამრო, რა ვიცი, ხა დედას როგორ ახლა საქართველოში რო ხართ, დედას როგორ არ უნდა მე არ ვიცი, ყოველდღე მივიდოდი დედა ჩემთან, ხო? და თუნდაც ჩემთან წავიყვანი, მაგრამ თუ ახლა დედა დადის თავის სახლი აქ რაღაცა წარმოიდგინეთ და სამკვდრო სასიცოცხლოდ არის გადაკიდებული თავის დაზე, ეუბნება ჩამოდი, მე დედა ჩემთან მისვლა აღარ მინდა, მიხედე შენ. თან წარმოიდგინეთ ეს ქალი არც ჩავარდნილია, არც თვითონ გადის საპირფარეშოში, თვითონ გადის არ ვიცი, ყველაფერს რა ეხა შეიძლება ესე ვერ დარბის, მაგრამ 80 წელს გადაცილებული ქალბატონია, მაგრამ არც, თვითონ დადის ესე ვთქვათ, ყველგან. მე მოვისმინე ისეთი ამაზრზენი საუბარი დებს შორის ამ ქალბატონმა ესე ვთქვათ, მითხრა და მაჩვენა, რომ მე გავგიჟდი. ანუ ჩამოდი, რაღაცა კატასტროფა მეგობრებო, დები არიან გადაკიდებული, რომ თავის დას არ უნდა რომ 2-3 წელი თუნდაც რომ თავის დედას კვირაში ერთხელ დედასთან მივიდეს. მე იმ ქალს არაფერი არ უნდა. და წარმოიდგინეთ ახლა ადამიანი დედა რომ არ უნდა და დედის მოვლა აქ არავინ არ ეხვეწება. უბრალოდ რომ რაღაცა კანფეტი მიუტანოს, შოკოლადი მიუტანოს, პროდუქტი მიუტანე. ერთ ქალაქში ცხოვრობ, თბილისი პატარაა მეგობრებო, თბილისში როგორ უნდა მიხვიდე კვირაში ერთხელ საკუთარ დედასთან. საკუთარ დედასთან კი უცხოსთან მიხვალ ადამიანი. ნაიმე შენ ჯადოს გაგიკეთებ, მე შენ მოკვდები, შენ ამას გიზავ, აი ახლა უყურე, ფოტოს გადავუღებ, შენ როგორ ჩაგიმარხავ სასაფლაოში და შენი შვილიც მოკვდებაო ამასაც, ესე ვთქვათ, ანუ შვილსაც უწყევლის დაეშენი შვილი მისი შვილს საზღვარგარეთთან და არ ჩამოვიდეს, კატასტროფა მეგობრებო, კატასტროფა. ხო და აი ამიტომ ვიძახი რომ ნათესავებისაგან, დებისაგან, ძმებისაგან ისე გახშირდა ეს ყველაფერი, რომ ადამიანებს ნამდვილად მე ვფიქრობ რომ დაცვა ადამიანს ნამდვილად სჭირდება. ეს პირველ რიგში დაცვის ამულეტი, ეს არის 100%-იანი. და მეორე, რა თქმა უნდა რომ იმდენ ადამიანს უკეთებენ ჯადოს, რომ თვითონ ადამიანები ვერ წხვდებიან, მე ვფიქრობ ისეთი ახლობელი ადამიანები უკეთებენ, რომ როგორ გითხრათ, ვერც კი რომ წარმოგიდგენიათ, ზუსტად იმათგან უნდა ელოდოთ
ყოველთვის, ესეა, ცხოვრებაში ესეა, იმათ გავნაელოდოთ დანის დარტყმას გულში. მე ჩემის მხრიდან რაც შემეხება ვისაუბრეთ ძალიან ბევრი, ეხლა გავაკეთოთ ჩვენ რიტუალი მტრების საწინააღმდეგოდ და ჩემის მხრიდან რაც შემეხება ეს იცით რომ არის ზოგადი რიტუალი, კიდევაც გავიმეორებ, იმ ადამიანებისათვის, ვისაც გაუკეთეს ნეკრომაგია, ცუდად გრძნობს თავს, არ ვიცი, ძალიან ბევრი მტრები ყავს, მტრების ჩამოშორება უნდა, აი იმ ადამიანებისთვის არის ეს რიტუალი. კიდევ ვიმეორებ, რა თქმა უნდა, ეს არის ზოგადი რიტუალი და პირადი რიტუალი, რა თქმა უნდა, არის აღარ ვიტყვი ახლა როგორი დონის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მაგრამ ერთსაც ვიტყვი, რომ ჩემი ყველა ზოგადი რიტუალიც კი ძალიან კარგად მუშაობს და შეგიმსუბუქებთ, ვიმეორებ, შეგიმსუბუქებთ რაღაც დონეზე, შეიძლება იმ წუთას ადამიანს თანხა არ ქონდეს, რაღაც არ ქონდეს მოსასვლელი და შეგიმსუბუქებთ ცხოვრებას, რომ სანამ მოხვალთ, სანამ თანხა გექნებათ და სანამ რაღაც. იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მითხრა მე, რომ მე თქვენმა რიტუალებმა მიხსნა, სანამ მე თქვენამდე მოვედი. ამიტომ გულით და სულით გიზიარებ. თქვენგან მინდა მხოლოდ რომ მოიწონოთ ჩემი ვიდეო, დააშეაროთ, როგორც ვთქვა, გააზიაროთ და გამოიწეროთ ჩემი გვერდი და რა თქმა უნდა დაწეროთ კომენტარი, არასოდეს არ მოგერიდოთ კომენტარის დაწერის, საერთოდ მოგეწონათ თუ არა რიტუალი და საერთოდ ნებისმიერი რამ თუნდაც საუბარი. მოკლედ დახუჩეთ თვალები მეგობრებო და წყნარ ადგილზე დაჯექით, დახუჩეთ თვალი, სასურველია თუ ანთებთ სანთელს, არ არის აუცილებელი, მაგრამ სასურველია და წარმოიდგინეთ იმ ადამიანების სახე, რომლებიც არიან თქვენი მტრები. და დავიწყოთ შელოცვა. ყველა წევლა, ყველა ჯადო, ყველა ბოროტის სიტყვა, დაბნელი განზრახვა, ჩემთან გამოგზავნილი, ახლავე დაიშალე, დაიმსხვრიე და გაქრი. ამინ. 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 რაც ჩემს სხეულს, სულს, გზას, ბედს და ცხოვრებას დაედო, ძირფესვიანად ამოიძირკო. ამინ. 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 დაიწვას ბოროტების კვალი, დაილეწოს მისი ძალა, ჩაიკეტოს ყველა ბნელი კარი და სამუდამოდ შეწყდეს ჩემზე მისი მოქმედება. ამინ. ვინც შეგნებულად თუ შეუგნებლად ზიანი გამომიგზავნა, მისი ძალა ჩემამდე ვერასოდეს ვეღარ მოაღწევს. ჩემთან მოსული სიბნელე სინათლეში იშლება და ძალას კარგავს. მე ვიბრუნებ ჩემ ენერგიას, სუფთას, თლიანს და ძლიერს. ჩემი გზა თავისუფლდება, ჩემი ბედი სწორდება, ჩემი სახლი და ცხოვრება იწმინდება. ამინ. 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 ჩემზე აღარ არის უცხო ძალა.
უცხონება, ბოროტი თვალი, შური, წყევა და ჯადო. ყველაფერი ჩამოიშალა, განადგურდა და დასრულდა. ახლა და სამუდამოდ. ჩემი სიტყვა მტკიცეა, ჩემი ნება ძლიერია, ჩემი დაცვა შეუვალია. როგორც თქვი, ისე აღსრულდეს. როგორც თქვი, ისე აღსრულდეს. როგორც თქვი, ისე აღსრულდეს. ამინ. მეგობრებო, ეს ლოცვა გაიმეორეთ 3 ჯერ. აუცილებლად. 40 დღე-ღამის განმავლობაში, დილას და საღამოს. ვიმეორებ, 40 დღე-ღამის განმავლობაში. ვისაც გონიათ, რომ ჯადო გაქვთ, დაკეტილი გაქვთ ბედი, გაქვთ ნეკრომაგია, მიწაში გაქვთ გაკეთებული რაიმე, კიდევ ერთხელ ვიძახი, ჩემი ზოგადი რიტუალი ძალიან დაგეხმარებათ. ყველა დილას საღამოს 40 დღეს განმავლობაში 3 ჯერ მოусმინეთ ამ შელოცვას და აუცილებლად შეგიმსუბუქდებათ ცხოვრება. რა თქმა უნდა, პირადი დახმარებისათვის მომმართეთ WhatsApp-ზე და მიგულეთ თქვენს სამსახურში. გისურვებთ, რომ იყოთ დაცულები, გაიკეთოთ დაცვა, პირველ რიგში გაიკეთოთ წმენდა და შემდეგ გაიკეთოთ დაცვა. იმიტომ რომ თუ აკვირდებით, თქვენ არ მოდის უბრალოდ დრო. ეს არ არის უბრალოდ გაფრთხილება იმისათვის, რომ ჩემთან ვეღაცა მოვიდეს და ფული დაახარჯოს და ოკეი. ეგ არ არის, იმიტომ რომ მე მაგის გაჭირვება არ მაქვს, არც კლიენტების პრობლემა არ მაქვს, მაგრამ დგება დღეები და კლიენტები, რომელსაც გონიათ, რომ არაფერი არ ხდება, ეს კლიენტები ჩემთან მოდიან და ამბობენ, რომ ჩვენ გვეგონა, რომ ესე იქნებოდა, სადღაც დავდიოდით, დაცულები ვიყავით, მაგრამ excuse, არანაირი დაცულები არა ვართ. ამიტომ მეგობრებო, ჩემის მხრიდან გისურვებთ, რომ იყოთ გაწმენდილები, დაცულები, იმიტომ რომ ჩვენ კარგ დროში არ ვცხოვრობთ. გისურვებთ წარმატებებს.